გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. დღეს ამ გადაცემას როცა ვწერთ 28 ნოემბერია. ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გამოვიდა და გამოგვიცხადა, რომ ევროპული ქვეყნის შენება გაურკვეველი ვადით დაპაუზდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მაშინ კი შეიძლება უცნაურად ჟღერდა მისი ნათქვამი, მაგრამ რომ დაფიქრდე, აფერისტის სამშენებლო კომპანიების კლასიკური ხრიკი გაგვიჩალიჩეს. ჩვენ ვიშრომეთ 30 წელიწადი, ჩავდეთ ემოციური და მატერიალური რესურსები უზრუნველყოფილ და მშვიდობიან ცხოვრებაში და ქოცებმა უცებ გამოაცხადეს, რომ მშენებლობა გადადებულია. არ ვიცი ამას რა ქვია. პირველ რიგში ეს ქვეყნის ღალატია. უცებ ამ ისტორიასაც მოვყვები, შეიძლება ცოტა პათეტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც. მოკლედ, სახლში მაქვს ყვავილი, ფიკუსი ქვია ამ ყვავილს. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ერთ მხარეს უფრო გადაიხარა. ჩაუგდე ამ ყვავილის ფოტო ChatGPT-ს და ვკითხე, რა შეასაქმებია. როგორც ფოტოზე ჩანს, მზის სხივები საიდანაც შემოდის, ანუ სინათლე საიდანაც შემოდის, იქით იხრება შენი ყვავილი და ამას დადებითი ფოტოტროპიზმი ქვია. 30 წელზე მეტია საქართველოსაც სინათლისკენ აქვს პირი. 30 წელია ევროპისკენ ვართ შემართული. ეს არის ჩვენი ისტორიული, ასე ვთქვათ, ფოტოტროპიზმი. ქართული ოცნება კი ცდილობს, რომ სქელი რკინის ფარდა ჩამოაფაროს ჩვენსა და ევროპას შორის და ასე შეგვიჩეროს ზრდა. და მოღალატეების გამო ზუსტად 1 წელია რუსთაველი არ დაცლილა. 1 წელია სპეცრაზმა იმდენი წყალი დახარჯა ჩვენზე, უწყლოდ დარჩენილ რუსთავს მარაგად მინიმუმ 9 წელიწადი ეყოფათ. Вообще რა არც წყალი, არც კიბე. და აი ამ საიუბილეო კვირაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროპის დაპაუზება არ კმარა და ახლა უკვე საკუთარი მოქალაქეების დაპაუზებაც გადაწყვიტა. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა ფაქტობრივად აუკრძალა. ბიძინა ივანიშვილი მილიონობით ადამიანს თავაზობს, რომ იქ თავის სამუშაო ადგილას აიღონ მინიმუმ ერთთვიანი შვებულება. აბა სხვანაირად უბრალოდ ვერ მოახერხებენ ჩამოსვლას. იყიდონ უსაშველოდ გაძვირებული ბილეთები, ჩამოვიდნენ აქ და მისცენ ხმა, რომელსაც ქართული ოცნება ისეც და ასეც გაუყალბებს. ორჯერ შემოხაზეთ? სამჯერ. საქართველოში მცხოვრებ ყველაზე მოწყლა ჯგუფებს კი ხმის სანაცვლოდ ისევ კარტოფილს, ხავსა და შეშას შეპირდებიან. და არჩევნების შემდეგ ისევ აი ეს მოხდება. ამწინებს შევიტანე განცხადება თავზარაშვილთან. მე ვთხე შეშაი ხომ ერგება მეთქი შარშანა ზამთარსა რა ხომ ერგება მეთქი შეშაი მეთქი. ისო თქვენ ბავშვები აკეთოთ ისი ამოვნოთო და ჩვენ შეშა მოგცეთო. გამგეობაში ქალმა ეგნა გითხრას რომ თქვენ ბავშვები აკეთოთ და ჩვენ შეშა მოგცეთო. არჩევნები მორჩება თუ არა, ხალხის მოთხოვნებს იქ უშვებენ, სადაც ამ კაცმა ტკივილიანი იუმორით ივარაუდა. ორი განცხადება შევიტანე, ერთ სალი დაკარგეს. მე კიდე მეორე შევიტანე, შეიძლება ბოდიში და ტუალეტშიც გაიტანეს და რავი რა გააკეთეს. ეს კაცი ბრაზდება მაინც, მაგრამ სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებიც ბრაზს ანაკომის სუპში აღრჩობენ. რაც მაქვს იმითი გავდივარ იოლა, სუპი მაქვს მივირთმევ. ისევ ემიგრანტებს რომ დაუბრუნდეთ. ქოცებისთვის ემიგრანტები აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. მაგრამ ქოცებშიც აღმოჩნდნენ გულწრფელი სპიკერები. აი, იაკობაშვილი მაგალითად. მე რომ მოკვდება, საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ და დედის ტრაკი. არც დავით მათიკაშვილის ეკონომიკურმა გამჭრიახობამ დააკლო ამ განაცხადს. ემიგრანტების გამოგზავნილი მილიარდები ბიუჯეტში კი არ შედის, არამედ კონკრეტულ ოჯახებში, ამბობს დათო მათიკაშვილი. ეს არის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხო არ ჩარიცხავდა, ეს ფული ჩაირიცხა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან უცხოეთში და დავით, შენი აზრით, ეგ ოჯახები იმ ფულით რა შვებიან? ბალიშის ქვეშ დებენ? თუ მაღაზიაში პურს რომ ყიდულობენ სალაროსთან ეუბნებიან, ეს ემიგრანტის ფულია და დეგეგე არ დამithვალოთ. ჯერ ერთი გადასახადების და ეკონომიკის საბაზისო წესებს თავი რომ დავანებოთ, მორალურ პრინციპებსაც რომ გადავაბიჯოთ, პირდაპირ გეტყვით, რას ამბობს მათიკაშვილი. ანუ რა პონტია ვერ გავიგეო, თქვენს ოჯახებს უგზავნიდეთ მილიარდობით ფულს და მე აქედან არაფერი მრჩებაო.
აი ამას ამბობს მათიკაში. არ ვიცი ამას რა დავარქო. გვარს ქვემოთ, ფსკერს ქვემოთ დაშვება. მოკლედ, საბოლოო ჯამში ქოცური ფორმულა ასეთია. ემიგრანტი მათთვის არის ბანკომატი. ბანკომატს კი ხმის უფლება არ აქვს. ბანკომატმა მხოლოდ ფული უნდა გასცეს და ჩუმად იდგეს კუთხეში. აქვე გაგახსენებთ ამ ვიდეოს, რომელიც ბევრჯერ გვიჩვენებია, მაგრამ დღეს ალბათ ყველაზე მეტადაა რელევანტური. ჩემს გარშემო რაც ხდება, აი სამეზო, აი აშკარად უზომთო ძალიან ბევრი არის უკვე წასულია. იან და ბერმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. დედის ტრაკი. აი ეს არის ქოცური საქართველო 2025 წელს. ვინც საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს არჩენს, დე-ფაქტო აღარაა მოქალაქე. ვინც დარჩა, ზედმეტია და ეგენიც უნდა წავიდნენ. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქედან. სამაგიეროდ გვაქვს Eagle Hills-ის პროექტი. ემიგრაციის საკითხს კიდევ დაუბრუნდებით დღეს. მანამდე კი მოდი დავსვათ კითხვა. როგორ მოვედით აქამდე? როგორ გახდა 2025 წელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი თვითგანადგურების წელი? მაშ ასე. 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არა 2025 წელს, არამედ პროტესტის 1 წლის განმავლობაში მოხდა. მეხუთე ადგილზეა ტრაგედია, რომელიც, როგორ გითხრათ, ციფრებზე მეტად სიცარიელით იზომება. ეს არის ემიგრაცია. ან უფრო სწორედ, ერის ევაკუაცია. მოდით მშრალი სტატისტიკით დავიწყოთ, რადგან ციფრები ემოციებზე უფრო ხმამაღლა ყვირია. ბოლო 10 წლეულში საქართველოდან გავიდა 800,000-ზე მეტი ადამიანი. მაგრამ ყველაზე საგანგაშო ბოლო 3 წელიწადია. 2022-24 წლებში, როცა მთავრობა ეკონომიკურ ბუმზე გველაპარაკებოდა, ქვეყანა დატოვა 160,000-ზე მეტმა ადამიანმა. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა. წარმოიდგინეთ, რომ დილით იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი მთლიანად დაცარიელდა. და ამ კატასტროფის ფონზე გამოდის დავით მათიკაშვილი და აკეთებს განცხადებას, რომელიც პოლიტიკური ცინიზმის სახელმძღვანელოებში შევა. ის ამბობს, რომ ემიგრანტების ფული ბიუჯეტში კი არ შედის, ეგ ფული კონკრეტულ ოჯახებს ერიცხებათ. პურის დღგ-ს მაგალითზე უკვე შესავალში ვისაუბრეთ, მაგრამ რა კი ეჭვი მაქვს მათიკაშვილის ეკონომიკური ცოდნა შემოიფარგლება იმით, თუ რა ღირს ხაჭაპური პარლამენტის ბუფეტში, მოდი მაკროეკონომიკაზეც ვისაუბროთ. აი დათო, შენ რომ ხელფასს იღებ ლარში, აი ჯანდაბას ხელფასს, შენ რომ იპარავ ბიუჯეტს, ხომ ლარებში იპარავ? კი ბატონო. და იმ ლარს რომ ჯერ კიდევ აქვს ფასი ვისი დამსახურებაა? ეროვნული ბანკის გენიალური მენეჯმენტის? არა, ეს იმ 4 მილიარდი დოლარის დამსახურებაა, რომელიც შარშან ემიგრანტებმა შემოიტანეს. ეს არის ქვეყნის მთავარი სავალუტო ჟანგბადი. საქართველო არის იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, ჩვენ თითქმის ყველაფერს გარედან ვყიდულობთ, დოლარში და ევროში. რომ არა ემიგრანტების გზავნილები, ქვეყანაში ვალუტა ფიზიკურად აღარ იქნებოდა. ლარის კურსი გაფრინდებოდა კოსმოსში, ინფლაცია შეჭამდა ყველაფერს და შენც დათო უფრო ბევრის მოპარვა დაგჭირდებოდა. გაწყდებოდი წელში. სახელმწიფო ბიუჯეტი დგას იმაზე, რომ ემიგრანტი აბალანსებს ჩვენს სავაჭრო დეფიციტს. და აი აქ მივდივართ მთავარ პარადოქსამდე. შეადარეთ 2 ინვესტორი. ერთ მხარეს ყავს მუჰამად ალაბარი და Eagle Hills-ი, კაცი, რომელზეც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ. ის გვპირდება 6 მილიარდს ოდესმე მომავალში. სანაცვლოდ კი ითხოვს მიწებს, შეღავათებს, ექსკლუზივებს და ალბათ ჩვენს სულებსაც. მეორე მხარეს ყავს ქართველი ემიგრანტი, ჭეშმარიტი ინვესტორი. ეს არის ხალხი, რომელიც ყოველწლიურად უპირობოდ ყოველგვარი ხელშეკრულებისა და ატკატის გარეშე ეკონომიკაში ასხამს მილიარდებს. ისინი არ ითხოვენ გადასახადებისგან გათავისუფლებას. ისინი არ ითხოვენ კრწანისის ტყის საკუთრებაში გადაცემას. ისინი უბრალოდ არჩენენ ამ ქვეყანას და ითხოვენ სამართლიან დამოკიდებულებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეს 4 მილიარდი დოლარი გზავნილი კი არ ყოფილიყო, არამედ აქ ადგილზე შექმნილი დოლარი. წარმოიდგინეთ, ის 160,000 ადამიანი, ყველაზე აქტიური, ყველაზე შრომისუნარიანი, ყველაზე მოტივირებული ნაწილი საზოგადოების აქ რომ ყოფილიყო. იტალიაში მოხუცების მოვლის ნაცვლად აქ რომ ეკეთებინათ ბიზნესი. პოლონეთში მშენებლობის ნაცვლად აქ რომ აშენებდნენ ინფრასტრუქტურას. ამერიკაში ტრაილერზე მუშაობის ნაცვლად აქ რომ ქმნიდნენ ლოჯისტიკას. იცით რა ქვეყანა გვექნებოდა? ეს იქნებოდა ეკონომიკური დუღილის ეპიცენტრი.
ეს იქნებოდა ქვეყანა, რომელსაც არ დასჭირდებოდა მატყუარა არაბი შეიხი მუჰამად ალაბარი და ჩინური კრედიტი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის არა ეკონომიკა, არამედ წმენდა. ეს არის ცინიკური, ცივი გათვლა. მისთვის ეს ხალხი, ეს ოქროს ფონდი არის საფრთხე. რატომ? იმიტომ რომ ვინც დოვლადს ქმნის, ის ითხოვს ანგარიშ ვალდებულებას. ვინც დამოუკიდებელია, მას ვერ იყიდი კარტოფილით. ამიტომ ოცნება მიიღო გადაწყვეტილება. გაუშვი და გააუცხოვე. მათ ეს ხალხი, ვინც პირდაპირ გაგებით სამშობლოს სუნთქვის საშუალებას აძლევს, გამოაცხადეს უცხოებად. გინდა ხმამისზე, ჩამოდი. ეუბნებიან ისინი. სინამდვილეში კი ამბობენ, ფული გამოგზავნე და ხმა ჩაიწვიდე. შენი ადგილი აქ არ არის. შენი ადგილი ბანკომატთანაა. ეს არის ემიგრანტობის განაჩენი 2025 წელს. ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეობა განისაზღვრება არა პასპორტით, არამედ იმით, რამდენად მორჩილი ხარ. და რადგან ემიგრანტი მორჩილი არ არის, ის ბიზნესთვის ზედმეტია. ეს არის აქსიომა, ეს არის 2x2 4. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის საბედისწერო შეცდომას. შეცდომას, რომელმაც ივანიშვილი უკან დაუხევლ ჩიხში შეიყვანა და ახლა მთელი ქვეყნის ჩათრევასაც ფიქრობს. ამ სქემის გასაგებად არ არის საჭირო ბიძინას ტვინის ნაოჭებში ძრომიალი. მით უმეტეს რომ დიდია საფრთხე ფეხი აგისხლდეს. უფრო მარტივადაა საქმე. ბოლო 2 წელიწადი ივანიშვილი ფსონს დებდა ერთ კონკრეტულ სცენარზე. მას ეგონა რომ სოფლიო პოლიტიკაში ისეთივე ინტუიცია აქვს, როგორც 90-იანების რუსეთში. მისი გათვლა იყო მარტივი და ცინიკური. უკრაინა დამარცხდება. ევროკავშირი დასუსტდება და ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ანუ კორუფციას შეეგუება. ისე ივანიშვილის ბოლო დროს გამოცხადებულ კორუფციასთან ბრძოლას ყველაზე მეტად ისე ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მოუხდება პასუხად. როგორ შეიძლება კორუფციონერი კორუფციას ებრძოდეს? და რაც მთავარია, ბიძინამ დაუშვა ფუნდამენტური შეცდომა. ამერიკაში მოვა დონალდ ტრამპი და ამერიკაც შიგნიდან შეიცვლება. მას ეგონა რომ ტრამპის გამარჯვება მისთვის იქნებოდა ინდულგენცია. მას ჯეროდა რომ ერთხელაც ტრამპი გაიღვიძებდა კარგ ხასიათზე, დაინახავდა ყაველაშვილის დაქნეულ ხელს და მაშინვე მეგობარი აქტი გაქრებოდა. სანქციები მოიხსნებოდა და ტრამპი ეტყოდა: ბიძინა, საქართველოს შენია? და რა მოხდა სინამდვილეში? ტრამპი მოვიდა, ამერიკა მართლაც შეიცვალა ბევრ რამეში, მაგრამ სასწაული არ მოხდა. ივანიშვილს დაავიწყდა, რომ ამერიკა არ არის შეპესე ქართული ოცნება, სადაც დირექტორი დილით იღვიძებს და კანონებს ცვლის. ამერიკულ მანქანას აქვს ინერცია და რაც მთავარია, ტრამპი არის საკმაოდ თავისებური მოთამაშე. მას არ უყვარს ლუზერები და არ უყვარს პრობლემური ტიპები. გინდა არ გინდა, ბიძინა ამჟამად ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომაც ბიძინა კავკასიური ორბანი ვერ გახდა, რადგან ორბანი ნატოს წევრია, ბიძინა კი სანქცირებული ოლიგარქი. მე რეალურად სანქცირებული ვარ, ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოში მატარებენ. უკან ევროპისკენ გზა მოჭრილია. იქ მას აღარავინ ენდობა. წინ რუსეთისკენ გზა ღიაა, მაგრამ იქ მას ელოდება პუტინი, ვისიც ბიძინას სავარაუდოდ ყველაზე მეტად ეშინია. ოღონდ განაქვეყნის გამო, არა. ისე თავის პონჩი ეშინია. ამიტომაც ამოქმედდა გეგმა B. თუ დასავლეთი დემოკრატიას ითხოვს, ფული აღარ უნდა ვანდოთ მათ. სამაგიეროდ დაუპარტნიორდეთ იმათ, ვისაც დემოკრატია ფეხებზე კიდია. პრინციპი მარტივია: მომეცი ქეში და წაიღე რაც გინდა. არანაირი კითხვები სასამართლოზე, არანაირი კითხვები არჩევნებზე. ამისი პირველი მაგალითია ანაკლიის პორტი. ამერიკული ინვესტიცია გააგდეს და შემოიყვანეს ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი. და მეორე, უფრო აქტუალური, Eagle Hills. აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდის უდიდესი ნაწილი ქსენოფობიაზე და რადიკალიზაციაზე აგებული. ახლა კიდე გამოდიან და გვეუბნებიან, რომ 590 ჰექტარი ტყის, კრწანისის უნიკალური ზონის და გონიოს სანაპიროს არაბი შეიხისთვის გადაცემა პატრიოტიზმია. თან ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. რატომ? იმიტომ რომ იქ სავარაუდოდ წერია: ჩვენ გაძლევთ მიწას და გადასახადებისგან გათავისუფლებას. თქვენ გვაძლევთ ფულს და არ სვამთ კითხვებს. ასე რომ ივანიშვილის გეგმა B არის ძალიან მარტივი. გაუშვი ქვეყნიდან ყველა, ვისაც პრეტენზია აქვს. დარჩენილი ტერიტორია კი გააქირავე თაღლითურ კომპანიებს. ეს არის აქსიომა, ეს არის 2x2 4. მესამე ადგილი, პარლამენტი. მოდით ერთი წამით დავივიწყოთ პოლიტიკა და გავიხსენოთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილი. რა არის პარლამენტი?
იდეაში ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი არჩეული 150 ტიპი იკრიბება, ჩხუბობს, კამათობს, ერთმანეთს წყალს ასხამს, მაგრამ საბოლოოდ იღებს კანონებს, რომლებმაც ჩვენ ცხოვრება უნდა გაგვიმარტივოს. ზოგადად, ასეთი პრინციპი არსებობს, რაც უფრო მშვიდი და ერთსულოვანია პარლამენტი, მით უფრო არეულია ქვეყანა. და რაც უფრო არეული და ხმაურიანია პარლამენტი, მით უფრო დალაგებულია ქვეყანა. თუ გინდათ შევადაროთ ბრიტანეთის წარმომადგენლობითი სახლის დებატები ქართულ პარლამენტს. გაუშვით ვიდეო. Looked after his own pocket. Mr. Salmon, you should know better. Even than I may. That's the difference. Sit down. მოკლედ, სინამდვილეში ერთმანეთის ლოყებზე ამბორის მაგიერ პარლამენტმა უნდა იდებატოს, იკამათოს და მერე თქვას. მოდით, დავაკლოთ ფასი წამალს. მოდით, გავზარდოთ პენსია. მოდით, შევქმნათ სამუშაო ადგილები. ახლა კი შევხედოთ 2025 წლის პარლამენტს, რა გააკეთა მე-11 მოწვევამ ბოლო 1 წელში რიგითი მოქალაქისთვის. აი თქვენ, ვინც ახლა ეკრანს უყურებთ, მასწავლებელს, ექიმს, ტაქსის მძღოლს, სტუდენტს, რომელიმე კანონმა ცხოვრება გაგიუმჯობესათ? პური გაიაბდა, ბენზინი გაიაბდა, ხელფასი მოგემატათ? არა. აბა რით იყო დაკავებული პარლამენტი? მოდით, ჩამოვთვალოთ მათი შედევრები. ოფშორების კანონი. პარლამენტმა სასწრაფო წესით მიიღო კანონი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეუძლია თავისი მილიარდები და ნახატები საქართველოში ისე გადმოიტანოს, რომ ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გადაიხადოს. გესმით? თქვენ რომ 300 ლარიან ამანატს იწერთ, გამბაჟებას გახდევინებენ. ბიძინამ რომ მილიარდი შემოიტანა, 0 ლარი გადაიხადა. ეს კანონი არ ეხება თქვენს ჯიბეს, ეს ეხება მის სეიფს. შემდეგი, ადმინისტრაციული კოდექსი. აქ უკვე თქვენს ჯიბეს შეეხნენ. ოღონდ ამოსაღებად. ჯარიმები პროტესტზე გახდა 5000 ლარი. ანუ თუ გაბედავდა იტყვი არ მომწონს, სახელმწიფო გაგაკოტრებს. და თუ გონიათ რომ ვაჭარბებ, აგერ სულ ცინცხალი ამბავი. გუშინ მოქალაქე ნათია გაბრავა Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო 5000 ლარი დააჯარიმეს. Facebook-ის პოსტის გამო ხალხო 5000 ლარით. და ესეც კოცების მიღებული კანონების შედეგადაა შესაძლებელი. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ამდენი დრო არ გვაქვს. უბრალოდ აქ უნდა ვთქვათ მწარე სიმართლე მეორე მხარეზეც, ოპოზიციას. ბიძინას ამ სისტემის შენება გაუმარტივა ოპოზიციის ნაწილის უხეირობამ. მაშინ, როცა ბიძინამ ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადა, ყველა ძველი ბიჭი და ყველა საჯარო მოხელე ხაზზე გაასწორა, ყველა პოლიტიკოსი ყაზარმულზე გადაიყვანა, გახსოვთ ალბათ. აბა ტემპი. აქეთ ამ მხარეს ჩვენ ვუყურებდით ეგოების ომს, რომელიც აქამდე გრძელდება. აი თუნდაც დღევანდელ დღეზე გახარიას პარტიის წარმომადგენლის კომენტარი. ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება ნაცმოძრაობა. ზუსტად 1 წლის წინ ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, გადაიზარდა ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს. ივანიშვილის რეჟიმი იმითაცაა საშინელება, რომ გიწევს ბრაზის მთელი რესურსი ქოცებზე დახარჯო, ოპოზიციას კი უამრავი სიბეცე და დივერსიული ნაბიჯი აპატიო, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია გვია. შედეგად პარლამენტში მივიღეთ არა მწვავე დებატები და წინააღმდეგობა, არამედ ფრაგმენტირებული სუსტი ხმები, რომლებსაც ოცნება დეკორაციებად იყენებს. თუმცა ეს ყველაფერი პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს და პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს ყველა, მათ შორის ქოცებიც. ბოლო 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო უკმაყოფილო ქოცების რიცხვი გაიზარდა. და აი აქ რიგითი გულგატეხილი ქოციც კი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს, ალბათ ფიქრობს, ხომ შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. ხომ შეიძლებოდა რომ ქვეყანა 2020 წლის ინერციით მაინც წასულიყო. ცოტა კორუფცია, ცოტა ნეპოტიზმი, მაგრამ არა ეს ტოტალური სიბნელე. არა ეს იზოლაცია, არა ეს სანქციები. პასუხი არის არა. და იცით რატო? იმიტომ რომ სტატიკური მთავრობები ბერდებიან, ისინი ძველდებიან. თან ძველდებიან არა როგორც ღვინო, არამედ როგორც თევზის გახსნილი კონსერვი. როცა კონსერვს ხსნი და მაგიდაზე ტოვებ, ის თავიდან ნორმალურია და იჭმება, მაგრამ 13 წლის მერე მხოლოდ ძალით შეიძლება გაჭამონ.
ცუდი ამბავი ისაა, რომ ეს კონსერვი უკვე ძლიერ ყარს. ეს სიმყრალე მოედო სასამართლოს, პარლამენტს, ეკონომიკას, მაგრამ კარგი ამბავიც მაქვს. ლპობა შეუქცევადი პროცესია. შენ შეიძლება ძალით შეინარჩუნო ძალაუფლება, მიიღო რეპრესიული კანონები, ააშენო კედლები, მაგრამ ლპობას ვერ შეაჩერებ. ადრე თუ გვიან ეს სუნი ყველა შეაწუხებს, მათ შორის იმათაც, ვინც დღეს ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ღილაკს ხელს აჭერს. როგორ ჩანს, ისევ სუნი დადგა ამ იმაში, რა ქვიან, დარბაში. სხდომათა დარბაში იყო მძაფრი, მკვეთრი სუნი და სწორედ ამიტომ ირაკლი კობახიძე მოითხოვა, რომ სხდომაზე გამოცხადებულიყო დაახლოებით 10 წუთიანი შესვენება. მეორე ადგილი, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. გუშინ ევროსაბჭომ პირდაპირ გვითხრა, ვიღებთ კანონ პროექტს არაოფიციალური სახელწოდებით, რაც მოხდება ბიძინას დააბრალეთ. თავის დროზე კობახიძემ თქვა, უვიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკისთვის კარგია, რადგან ხალხი აღარ გაიქცევა და აქ დარჩება. კობახიძე ფაქტობრივად გვეუბნება, ჩვენ ვერ შეგიქმენით პირობები, რომ აქ იცხოვროთ. ამიტომ ძალით ჩაგკეტავთ. აღარცაა უცნაური, რომ კობახიძისთვის ციხე ყველაზე წარმატებული ეკონომიკური მოდელია. არავინ გარბის, ყველა ადგილზეა და უფასოდ მუშაობს. მაგრამ მოდით, ირაკლის აუხსნათ, რას ნიშნავს სინამდვილეში ვიზის აღდგენა. ეს არ არის პარიზში კრუასანზე ვერ წასვლა. ეს არის იტალიაში მომუშავე დედა, რომელიც ვეღარ ჩამოვა შვილის სანახავად, რადგან უკან ვეღარ დაბრუნდება. ეს არის სტუდენტი, რომელიც სწავლის ფულს ვეღარ გადაიხდის, რადგან ზაფხულში გერმანიაში ვეღარ იმუშავებს. ეს არის ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება ევროპაში, მაგრამ საკონსულო ეუბნება. ჩაეწერეთ გასაუბრებაზე. უახლოესი თავისუფალი ადგილი 8 თვეშია. და ამაზე უკვე მართლა მთელი წელია ვსაუბრობთ. რა შეიცვალა 1 წლის თავზე? ალბათ არც არაფერი. გარდა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ სულ უფრო და უფრო ცინიკური პასუხებით ისწავლა საუბარი. მაინც მოდით კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ბევრჯერ გადამეორებული და გავიხსენოთ, რომ ქოცებისთვის ევროპა საქართველოში შეჭმული ბიუჯეტის ფულის დასახარჯი ადგილია. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ისე უბრალოდ წავედი გასართობად. მოდით ჩამოთვალოთ. ბიძინა ივანიშვილი აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა. ფლობს რეზიდენციას პარიზში. კახაკალაძე 3.5 მილიონი ევროს ღირებულების ბინა პარიზში. მისი 4 შვილი ევროპაშია დაბადებული. კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისია. ბინა პარიზში, ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი, ბიზნესები ნიდერლანდებში და ასე შემდეგ. სია გრძელია. მათი გზავნილი არის მარტივი და ცინიკური. ევროპა არის ჩვენი მდიდარი ელიტისთვის. თქვენთვის ევროპა დაკეტილია. თქვენ უნდა დარჩეთ აქ, ჩაკეტილ სივრცეში, იმუშაოთ კაპიკებზე, უყუროთ იმედს და გჯეროდეთ, რომ იზოლაცია სუვერენიტეტია. ტელევიზორს არ უყურებ იმედის გარდა და რუსთავ დაუწყე ახლა ყურება. და ბოლოს, პირველი ადგილი. ეს ადგილი არ ეკუთვნის არც პოლიტიკოს, არც კანონს და არც ნიუს. ეს ადგილი ეკუთვნის იმ ერთადერთ ძალას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს, სპეცრაზმს და პროპაგანდას გაუძლო. პირველი ადგილი, ქართული პროტესტი. 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კობახიძემ ევროპა დააპაუზა. ისტორიული მასშტაბით 1 წელი უმნიშვნელოა, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, წელსაც გააჩნია. მოდით გავიხსენოთ, რა გავიარეთ. ზამთარში გაყინულ რუსთაველზე სპეცრაზმი პირდაპირ სახეში უმიზნებდა ხალხს წყალს. სპეციალურად იწვევდა მასობრივ ჭყლეტვას და უჰაერობაში გაზს ისროდა. ტიტუშკების ხროვები უკანონოდ უსაფრდებოდნენ ხალხს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სპეცრაზმი ისეთი ყიჟინით გადადიოდა უიარაღო ხალხზე, გეგონება მურვანყრუს შემოსევა იყო. ჟურნალისტები მიჰყავდათ კომატოზურ მდგომარეობამდე. მერე წამოვიდა უზარმაზარი თანხებით დაჯარიმება, სამსახურიდან გაყრა, დაყადაღება და უამრავი სინდისის პატიმარი. საშინელი პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ აქ მთავარია სიტყვა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ მე მგონია, რომ უნდა გავიაზროთ რამხელა რამეს გავუძელეთ. ბიძინა ივანიშვილმა ერთი რამ ვერ გათვალა. მან იყიდა პარლამენტი, მიითვისა ეკონომიკა, მაგრამ მას დარჩა ერთი გადაუჭრელი პრობლემა: ხალხი. და ეს ხალხი ყველგანაა. წნევა იმ დონემდეა აწეული, რომ ნებისმიერი, თუნდაც არაპოლიტიკური თავშეყრა წამში შეიძლება გადაიქცეს საპროტესტო აქცია. ამის უახლესი მაგალითი მოხდა გუშინ, როცა გიორგი შერმადინმა თავისი სანაკრებო კარიერის ბოლო თამაში მადლობა გადაუხადა კობახიძეს. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ სახელმწიფოს პატრონი პრემიერის მეთაურობა. დიდი მადლობა პატრონი პრემიერო, რასაც
აი ზუსტად ამიტომაც თქვენ ხართ მისი კოშმარი. ზუსტად ამიტომ გვიკრძალავს ხმის მიცემას საზღვარგარეთიდან. ზუსტად ამიტომ გვეუბნება ზედმეტები ხართ, წადითო. მას უნდა რომ დაიღალოთ, აიკრიფოთ ბარგი ბარხანა და წახვიდეთ, რომ აქ მარტო დარჩეს თავის მონებთან და პინგვინებთან ერთად. ახლა ამას როცა ვწერთ 28 ნოემბერია, დილა. დარწმუნებული ვარ დღეს საღამოს რუსთაველის სავსე იქნება. იმედი და პოზიტივი ისევ იტყვიან, სულ რაღაც 200 კაცი იდგა, ისიც ნაცები. მაგრამ ბიძინამ ხომ იცის, მან იცის მთავარი ჭეშმარიტება. ეს ხალხი შეიძლება ყოველდღე არ გამოდიოდეს, შეიძლება ხანდახან დაიღალოს, მაგრამ საკმარისია პატარა ნაპერწკალი, საკმარისია ოდნავი შანსი გაჩნდეს და ეს ვულკანი ისევ ამოიფრქვევა. დაუბრუნდეთ იმ ანალოგიას, რომელიც წინა ბლოკში ვახსენე. დამპალი თევზის კონსერვს. დიახ, შიში ძლიერია. დიახ, რეპრესიები მუშაობს, მაგრამ მეგობრებო, ლპობას აქვს ერთი თვისება. მისი სუნი იმდენად აუტანელია, რომ რაღაც მომენტში ის შიშზე უფრო ძლიერი ხდება. როცა ოთახში სუნთქვა შეუძლებელია, შენ აღარ გაინტერესებს გარეთ ქარია თუ ქარიშხალი. შენ აღებ ფანჯარას, რადგან სხვა გზა არ გაქვს. დღეს საქართველოში სწორედ ეს მომენტია. სუნი უკვე აუტანელია და ამ სუნს სპეცრაზმის გაზი ვერ გადაფარავს. ეს გადაცემა სავარაუდოდ ხვალ 29-ში გავა. მე ყოველთვის გემშვიდობებით ხოლმე ფრაზით შევხვდებით მომავალ კვირას. მაგრამ დღეს სხვანაირად დავასრულებ. დარწმუნებული ვარ, რომ როცა თქვენ ამას ეკრანზე უყურებთ, მე და თქვენ უკვე შევხვდით. შევხვდით გუშინ რუსთაველზე. ბევრს ხელი ჩამოვართვი, ბევრს თვალებში ჩავხედე და დავინახე ის, რისიც ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია, სიჯიუტე. მათ აქვთ ფული, ჩვენ გვაქვს სიმართლე. მათ აქვთ აწმყო, ჩვენ გვაქვს მომავალი. და რაც მთავარია, ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, ვიდრე მათ სურდათ, რომ ყოფილიყავთ. მე ვარ ბექა ყორში. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო და დაიმახსოვრეთ. საქართველო გაიმარჯვებს. მადლობა რომ გვიყურეთ.